Ყველას დილა მშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო. აბა როგორ ხართ, როგორ გწანდებით, როგორ გიგითხოთ. დღეს მინდა რომ მე და თქვენ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბროთ. შეიძლება ერთ შეხედვით ძალიან პატარა რაღაცად მოგგვიჩვენოს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. ანუ როგორ დავიწყოთ დღე, ისე რომ დღის განმავლობაში ნაკლები სტრესი გქონდეს და მეტად გამოიყოს ჩვენში ბედნიერების ჰორმონები, ენდორფინები, სეროტონინის ზონე იყოს მაღალი და როგორ გავაკეთოთ აი ეს ჩვენი პატარა ყოველდღიური რიტუალები. და ნაცვლად იმისა, რომ კორტიზოლის დონე ავიწიოთ დილამდე, ანუ დილიდანვე, ანუ სტრესის ჰორმონის, ნაცვლად ამისა, შევიქმნათ ისეთი დილები და ისეთი დილის რიტუალები, რომ დღე დავიწყოთ წარმატებულად, პოზიტიურად და მერე მთელი, ანუ როგორც არის დასაწყისი დილის, ისეთი არის მთელი დილა. და ანუ კი არ მივყვეთ დინებას, არამედ ჩვენ თვითონ განსაზღვროთ, როგორი გვინდა რომ იყოს ჩვენი კონკრეტული დღე. აი ამ თემაზე მინდა რომ ვილაპარაკოთ დღევანდელ დილის ბლოგში მე და თქვენ. ეხლა მოდით ერთად მოვამზადოთ ყავა და მერე ჭიქა ყავასთან ერთად ვისაუბროთ ამ მეტად მნიშვნელოვან და საჭირო თემაზე. ძალიან მიხარია ჩემო ძვირფასებო, რომ დილას იწყებთ ჩემთან ერთად. მოდი ერთად მოვადუღოთ ჩვენი გემრიელი დილის ყავა და სანამ ყავა მოდუღდება, დავფიქრდეთ ერთ რაღაცაზე. იქამდე მოდი მოვამზადოთ, თქვენც მოვამზადეთ ჩემთან ერთად. თუ გიყვართ ყავა, თუ გიყვართ ჩაი, ან უბრალოდ დილის წყალი. იმისთვის რომ ჩემი ყავა იყოს ისეთი როგორც მე მიყვარს, მწონი და ადრე ხან გამომდიოდა უფრო ტკბილი, ხან გამომდიოდა უფრო მწარე და ეხლა ყოველთვის გამომდის ისეთი როგორც მე მიყვარს. და ეს ძალიან მომწონს. ამიტომ ყოველთვის მწონი. მაგ აღმოჩენის მერე. მოკლედ ყავა უნდა იყოს 7 გრამი ჩემთვის. და 1 კოვზი შაქარი, ანუ 6 გრამი. ზოგის 1 კოვზი შაქარი არის 10 გრამი. ზოგის შეიძლება მეტიც. ჩემთვის ჩემი 1 კოვზი არის 6 გრამი. ასე რომ მნიშვნელობა აქვს კოვზს. რა, ბონი, ვინ დაინახე? ვიღაც დაინახა. ბონი, შედი. შემოდი, ბონი, სად ხარ? ბონი, შემოდი ძვირფასო. აი ასე. რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ როგორ ვიწყებთ ჩვენ დღეს. ანუ მარი რაღაცა ვერ თქმა უნდა ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ყოველთვის ის, რაც ჩვენზეა დამოკიდებული და ანუ ერთ პატარა ფიქრს, ერთ პატარა აზრს შეუძლია მთელი დღე შეგვიცვალოს და მთელი დღის ტონალობა შეგვიცვალოს. და რატომაც არა. რატომაც არა, თუ კი შეგვიძლია რომ ჩვენი დღე რომელიც აქ და ახლა გვაქვს და რომელიც ზუსტად ვიცით რომ გვაქვს, გავხადოთ უფრო უკეთესი, ჩვენი თვით შეგრძნებით უკეთესი, სადაც ჩვენ თავს უფრო უკეთესად ვიგრძნობთ. კარგად მინდა რომ გაიხსნას შაქარი. ჩემთვის მაგალითად დილის ყავა, მე თქვენ ხო იცით რომ ყავა ისე ძალიან არც მიყვარს და ისეთი ყავისტი არ ვარ. უბრალოდ დილის ყავა ჩემთვის არის რაღაცნაირი სასიამოვნო თქვენთან ურთიერთობის რიტუალი, რომელიც მე შემიყვარდა თქვენთან ურთიერთობისას. ანუ არა თვითონ ცარიელი ყავა, არამედ მთელი ეს რიტუალი. ჩემთვის ჩემში ეს იწვევს, აი, კარგ განწყობას. ეხლავე, აი რომ დააკვირდე. კომენტარებში დამეწერე, როგორ იწყება ხოლმე შენი დილა. შენი დილა იწყება სოციალური ქსელის სკროლვით, თუ პრობლემებზე ფიქრით, რომ აი ამდენი რამე მაქვს გასაკეთებელი, ამდენი რამე მაქვს მოსასწრები, ეს მაქვს გადასახადი, ფული არ მყოფნის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამით იწყება შენი დღე. თუ შენი დღე იწყება პოზიტიური ფიქრებით, მადლიერებით, სიმშვიდის არჩევით. იცით რა არის ეხლა დღეს ჩვენს რეალობაში?
ჩვენს რეალობაში, სადაც შოკოლადი 6.90 ღირს, ნუ მეტყვით, რომ შეიძლება ვიღაცას ისეთი ცხოვრება კონდეს ისეთი იდეალური, რომ აი ამის გამო იწყებდეს დილას პოზიტიურად. ანუ ეგ მასე არ არის. შეიძლება ადამიანს ჭყალებში ჩვენ გვეჩვენებოდეს, რომ ყველაფერი აქვს, ანუ ის ყველაფერი ჩვენ არ გვაქვს, მაგალითად თუნდაც ფული, მაგრამ შეიძლება იმდენი პრობლემა ქონდეს ამ ადამიანს, რამოდესაც ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენთ და საერთოდ არანაირად ბედნიერად არ გრძნობდეს არც ის ადამიანი თავს. და მაგალითად სხვა შენატროდეს და ფიქრობდეს იმას იმდენი პრობლემები არ აქვს. კი არა, აქო იმდენი ფული ამდენიც მეო, მაგრამ ეგ პრობლემები რაც მე მაქვს, მას არ აქვს და ის უფრო ჩემზე ბედნიერიაო შეიძლება ასე ფიქრობდეს ეგ ადამიანი. ხო და ნახეთ, აი ძალიან მნიშვნელოვანია დილას რას აირჩევ, რომ აი როგორი იყო შენი და როგორი იყო შენ ამ დღეში. შენ ამ დღეში, მაგალითად დედებისთვის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აი ჩემ მაგალითს გეტყვით, ანუ დიას დავისხოთ მოდიყავა. მუსიკა მიყვარს ნალექი ცალს. აი ლია, ბავშვები, კიდე 1000 საფიქრალი, ყველაფერზე აბსოლუტურად. ექიმებზე, იმაზე, ამაზე, რა ვიცი, 1000 რამეზე, მოკლედ არ ჩამოთვლი. და აი ამ ქაოსში მე რას ვირჩევ? რომ ავყვე ამ ყველაფერს და ალბათ გავგიჟდები. თელი დღის განმავლობაში ვქნები ძალიან სტრესულად და ძალიან აგრესიულად, თუ იმას, რომ შევინარჩუნო სიმშვიდე. და ვიყო მადლიერი. მადლიერი იმისი, რაც მაქვს. ნახეთ, ერთის მხრივ მე ფოკუსი შემიძლია გავაკეთო იმაზე, რამდენი პრობლემა მაქვს, რამდენი რამე არ მაქვს და რამდენი რამე გასაკეთებელი და მეორე მხრივ მე შემიძლია ფოკუსი გავაკეთო იმაზე, რამდენი რამე მაქვს და რამდენი რამის მადლიერი ვარ, ხო? თუნდაც ის ელემენტარული, რომ ყველანი ცოცხლები და ჯანმრთელები ვართ, ხო? ნუ ამ მოცემულ მომენტში. ანუ ეს უკვე ყველაფერია, ეს ყველაზე დიდი ბაზაა, რომელზეც ადამიანი დგას, ხო? სიმშვიდის. და რას ვირჩევ მე დღეს? ვირჩევ სიმშვიდეს, თუ არა? ანუ, როცა ასე დასვავს საკითხს, ხდები, არჩევანი არც არის, რა თქმა უნდა, სიმშვიდე. რომელი ხა ჭკვათამყოფელი ადამიანი იყოს, რომ მე ვირჩევ, რომ სტრესი მქონდეს დღეს დამატებითო. არავინ. მაგრამ თუ ჩვენ ამ საკითხს არ დავსვათ, ამ თემაზე არ დავფიქრდებით, თვითონ წაგვიყვანს ეს ყველაფერი სტრესისკენ. თუნდაც დილას გაღვიძებისთანავე სოციალური ქსელის სკროლვა, რასაც მეც ვაკეთებ და ყველა ჩვენთაგანი აკეთებს, კორტიზოლის დონეს ზემოთ წერს. ანუ სტრესის დონე ჩვენში იზრდება დილიდან. ყველაფერზე ვილაპარაკოთ. რა უნდა გავაკეთოთ დილას, რომ ეს კორტიზოლის დონე ქვემოთ ჩამოვიდეს და პირიქით ბედნიერების ჰორმონი წავიდეს ზემოთ და ყველაფერი. უბრალოდ ყავასთან ერთად. აჰა. ეხლა მე რა მინდოდა? მე მინდოდა აი ესეთი რაღაცა. ჩემი საყვარელი სნექი. აი არ ვიცი როგორ მიყვარს. ხო გამომიგზავნეს ხალხო 6 ცალი. 6 ცალი გამომიგზავნეს და 4 იცით როგორ წარჭამეს ჩემებმა? აი როგორც რა ვიცი. ლობი, ნუტელა, არ ვიცი როგორც თქვა. აი 4 ცალი გათავდა თვალის ახამხამებაში და 2 ცალი აღარ გავხსენი. რომ აი ამ პერიოდისთვის შემოდგომისთვის მქონოდა ძალიან მიყვარს იცით თქვენ და მე ხა კალორიებს რო ვითვლი, განსაზღვრულ ოდენობას ვჭამ. მე უზომოდენობით არ ვჭამ და ამიტომ რომ შემხვედრო და ამ სეზონზე რომელზეც ძალიან მიყვარს გადავმალე 2 ცალი ჩემი საყვარელი სტენკი ხლებცი არის 8 გრამი ვიმახსოვრებთ აუ ძალიან მიყვარს, აი პროსტა ვგიჟდები ამაზე. რა ვიცი, აი ყველაფერთან მიყვარს. უბრალოდ ბანანი რო ამოვაწო, ეგეც ძალიან მიყვარს. ყველაფერთან ვგიჟდები უბრალოდ ამაზე. ოღონდ ნამდვილი უნდა იყოს, აი ერთი ვიყიდე, იქ ზღვაზე რო ვიყავით, ერთი წუთი. ერთი წამი. ზღვაზე რო ვიყავით, იქ ვიყიდე ერთი ცალი და ჩვეულებრივი რაღაც დანამატები რაღაც. გეგმება სხვა რამეა. გეგმება რაქისის კარაქი არ არის. ეგ ვერ შევჭამე.
და აქ მაგ კიდე გუშინდელი ის პატარა სნიკერსი. ბატონო, ჩემო სიცოცხლე. რას შევხედო, აბა? აი, მე რასაყვარელია და ეხლა მე ვიდეოს რო ჩავწერ და მე წავიკითხოთ, კარგი? ჩემო სიყვარულო. და ეს შევინახე გუშინ, სნიკერსი კი არა, ამას შევჭა. ეს შევინახე გუშინ, 2 ცალი ვიყიდე, ხალხო ესეთი ექსლარად იყო. აი ეს დიდი, მე რო ვიწუწუნე, ეთყობა გაიგეს და ეს იყო ექსლარად. აი 2 ცალი ვიყიდე გუშინ. მე ხა ჩვენ ძალიან ბევრნი ვართ. ყველამ შეჭამა, მაგრამ მაინც ეს იყო ბოლო. თუ აქციაში დღესაც უნდა ვიყიდო ეგ. არაქისის კარაქვს ეს 615 აქვს. დათვი. ახლა მინდა გითხრათ რატომ მუშაობს ეს პატარა ფიქრი დილას, აი ესე ძლიერად. ძალიან საინტერესო მექანიზმია სხვათა შორის. აი რა კაია, მაგრამ უკვე გაცივდა და ფსიქოლოგიაში ამას ეძახიან პრაიმინგს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ტვინი დილას არის როგორც უფთა ფურცელი, რომელსაც რასაც ჩაწერ, მთელი დღის განმავლობაში მაგ ნოტაზე იქნება მომართული შენი ტვინი. აი ძალიან მარტივად რო ვთქვათ. მაგალითად, თუ იფიქრებ, რომ მე ამას ვერ მოვაწევ, მე რამდენი საქმე მაქვს, ბავშვი მყავს სკოლაში დასაყვანი, მეორე ბაღიდან გამოსაყვანი, მე იქ დასავლაგებელი საჭმელი გასაკეთებელი, იქ დასასვლელი, აქ მოსაწვე სამუშაო, მე ამას ვერ მოვასწრებ და აი ამ სიგნალს აძლევს შენს ტვინს, რომ მე ამას ვერ მოვასწრებ. და რა ხდება რეალურად? მთელი დღე თან გდებს შფოთვა. მე თავის მხრივ ამ საქმეს ძალიან გირთულებს. კიდევ ახალი რაღაცა ემატება. ესეც უნდა გავუმკლავდე. გონიყვას ისორი გემო ერთად. რაზედებთ აკო? როცა პრაიმინგზე საუბრობთ, საქმე ძალიან მარტივად. ანუ ჩვენ ამ დღის განმავლობაში ვიქმნით, ასე ვთქვათ, ფილტრს, რომლისდანაც მთელი დღის განმავლობაში ვუყურებთ სამყაროს. და ეხლა შენ დამიწერე კომენტარებში, აი დღეს როგორი ფილტრით გინდა რომ სამყაროს უყურო შენ. მე მაგალითად ჩემთვის ახლა ძალიან ისეთი პერიოდი მაქვს. ძალიან დიდი ცვლილებების. ცხოვრებაში. ამაზე ალბათ ოდესმე მოგიყვებით, მაგრამ არა, აქ არა, ამჯერად. და ასევე მაქვს ბევრი გადაწყვეტილება, რომლისგანაც მივდივარ. ასევე მაქვს ბევრი მოვალეობა, რომელსაც კიდე ახალი ემატება და პასუხისმგებლობა, რომელსაც კი არ ემატება, მე თვითონ ვამატებ კიდევ ახალს. რა თქმა უნდა, ამასთან ახლავს შიში. შევძლებ თუ ვერა, გავუმკლავდები თუ ვერა. პლუს ჯანმრთელობაზე ფიქრი, ეკონომიურზე ფიქრი, მაგრამ მე ვირჩევ სიმშვიდეს. მე დღეს ყველაფერს შევძლებ და ყველაფერს მოვასწრებ. იმაზე უკეთ, ვიდრე მინდა. ეს არის ჩემი დღევანდელი ფილტრი. დაწერა შენი დღევანდელი ფილტრი. რა იქნება? რა ბონჩკა დედა. მოდი, ვაი. ვაი. ემაზე გიშდება.
ხლებცზე გიждდება, არაქიზის კარაქსაც გიждდება. ჩემი სიყვარული. ამას ისიც ემატება ჩემო ძვირფასება, რომ დილას ტვინი არის ბიოლოგიურად სხვანაირი. ანუ სადღაც 6-დან 8 საათისკენ ჩვენთან ბუნებრივად გამოიყოფა კორტიზოლის დონე, ანუ იწევს ზემოთ კორტიზოლის დონე. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი გვეუბნება, რომ გაიღრიძე და მოემზადე გამოწვევების. ანუ ეს ცუდი არ არის, ეს კარგია. ჩვენ შეგვიძლია მე ეს კორტიზოლის დონე мотивациისთვის ან საწუხაროდ გამოვიყენოთ. ან შეგვიძლია გავზარდოთ და მთელი დღე გავატაროთ სტრესში. აი ეს პაწაწინა რაღაცა მთელი დღის კურსს ქმნის და ჩვენ ცხოვრება რისგან შედგება რომ გამახსენოთ? კი, დღეებისგან. ჩვენი დღეებისგან. თამჭამ თან მომაჰასუნდა უნდა და რა ქნას. ოღონდ ზედრო დამაგდო, არ ვიცი რას გიზავ. აჰა. ეს შენია, მოდი. ბონი. ანუ მე მაგალითად როცა ჩემ დღეებს არ გეგმავდი, ეგ როგორი რაღაცა არის, იცი? ჩა. ეს რა მომენტი მქონდა? მე არ გეგმავდი ჩემს დღეებს და არც ცხოვრებას, იმიტომ რომ აგეთ რაღაცას ფიქრობდი, რომ ჩვენ საერთოდ არ ვიცით ხარ იმდენი დღე გაგვიჩენდება თუ არა, ხო იგია. და თველი რომ სინაგლეა, რომ დაგეგმო დღე, რომელიც არც კი ისი გექნება თუ არა. მაგრამ ვცდებოდი, მე ვაღიარებ, რომ ვცდებოდი. მე არ მიჭირს ხოლმე აღიარება. არც ბოდიშის მოხდა, როცა რამეში ვცდებოდი. ეს კარგი თვისებაა. უყურე ერთი. ხარში მიყავს, ისე ლოკავს, კი არ გამომართმევს. ანუ რას გულისხმობ? თუ შენ სიტყვაზე მინდი ხარ სადმე. მაგალითად გინდა წახვიდე მცხეთაში, ხო? მე მინდა წასვლა და ალბათ იმიტომ მოვიყვანე ეგ მაგალითად. მცხეთაში გინდა წასვლა. არ იცი მარშრუტი, ან იცი, მაგრამ ანუ იმას კი არ მიყვები, რომ აი თბილისიდან მცხეთამდე როგორ ჩახვიდე. ანუ მე დახარო გახვალ ქუჩაში, რა გზებით შეგხვდება, აი ყველა ამ გზაზე რომ იარო. ანუ მიუხედავად იმისა, რომ მცხეთა საკმაოდ ახლოს არის თბილისთან და ნუ გააჩნია ხა საცობებს და რაღაცებს, მაგრამ დიდი დრო არ გვჭირდება იქამდე მისასვლელად, შესაძლებელია თუ სახელიდან გამოხვალ და აი ესე სადაც გზა წაგიყვანს იქივლი, რომ მთელი დღე ისე დაღამდეს, რომ მცხეთაში საერთოდ არ მოხვდე. ნუ ახლა თუ იქვე არ ცხოვრობ, ხო? ხო და ამიტომ მარშრუტის მითითება ძალიან მნიშვნელოვანი კი, ჩვენ ვართ ძალიან პატარები, ჩვენ ვართ ძალიან გაელოება, ჩვენზე არაფერი არის დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ღმერთმა აქ რაღაცისთვის მოგვიყვანა. და ჩვენი თავი უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ შევასრულოთ ის მისია, რისთვისაც ღმერთმა აქ მოგვიყვანა ამ სამყაროში. და ამისთვის საჭიროა ჩვენი მარშრუტებით ვიაროთ. აი ამ სრულ განუსაზღვრელობაში ჩვენ მაინც უნდა შევქმნათ ჩვენი დისციპლინა, ჩვენი გზა, ჩვენი მარშრუტი. და ეს ჩვენიერია. ანუ მაგალითად გახდომა გინდა, ხო? ფიქრობ გახდომა გინდა, მაგრამ არნაირ გეგმა არ გაქვს რა გზით, ხო? ანუ არასდროს არ გახდები. სანამ გეგმა არ გექნება და ამ გეგმის განხორციელებას არ დაიწყებ. ისინი შეჭამა? შევჭამე უყურე. ნახე როგორ უყვარს. სულ შემიჭამა ეს. მაიმუნმა ძაღლმა. დილას ჩვენ ტვინი ჯერ კიდე არ არის გადატვირთული. მე არ ჩამოვარდნე. დილას ჩვენ ტვინი ჯერ კიდე არ არის გადატვირთული, ამიტომ ერთი ფიქრი, ერთი წინადადება ღრმად ილექება. და ეს პატარა ფიქრი მოქმედებს როგორც შინაგანი კომპასი. ანუ მთელი დღის აი ეს ქაოსი, არეულობა, დარეულობა, სტრესი, მაგრამ ტვინი აი იმ ფოკუსს, რომელიც ჩვენ დილას
მივეცით იმ მიმართულებას, როგორც წელან გითხარით, რომელიც თავიდან მივეცით, ისე უბრუნდება და უბრუნდება დღის განმავლობაში, ხვდებით? როგორი უნდა იყოს ეს ფიქრი? ეს უნდა იყოს მოკლე და მარტივი. და არ უნდა იყოს დაფუძნებული მე არ ამაზე. მაგალითად, მე დღეს ვირჩევ სიმშვიდეს და არა მე დღეს არ ვინერვიურებ. ესე არა. მე დღეს ვირჩევ სიმშვიდეს. ყველაფერს რაც მოხდება, ხვდები მშვიდად. ანუ შენი ფრაზა უნდა იყოს, შენი გულიდან წამოსული და დადებითი. არა უარყოფითი, არამედ ტვინის ბიოლოგია დილას. დილას როგორც გითხარით, ტვინი არის სუფთა ფურცელი. ჯერ მთელი დღის სტრესი მას არ შეხებია და არ აუვსია და არ დაუმძიმებია. მთელი დღის ამბებს. სუფთა ფურცელია ჩვენი ტვინი, რომელზეც ჩვენ ვართ მწერალი. სწორედ ამავე მიზეზით დოფამინის და სეროტონინის დონე სწრაფად იზრდება, რადგან ჯერ არ ხარ გადატვირთული დღის სტრესით. სამნიშნელობანია. რატომ მუშაობს დილის დიალოგი? დილის დიალოგი იმიტომ მუშაობს, რომ მარტოობის ხარისხი გაქვს და შენი თავის მენა შეგიძლია, ანუ დილას თუ დააკვირდებით რაღაცა თავისი მაგია აქვს და უფრო გესმის შენ თავისაც სამყაროს ღმერთისაც და ამ დროს შენ შეგიძლია შენ თავთან წარმართო დიალოგი 5-10 წუთი მანამდე სანამ ყველაფერი ჩაირთვება, სანამ დედა ეს მინდა, დედა ის მინდა, სანამ საჭმლის გაკეთებას დაიწყებ და სანამ ყველაფერი შენ შეგიძლია იქამდე რომ გაიღვიძებ 5 წუთი დაუთმო ამას. დაგეგმო შენი დღე. დაგეგმო შენი დღე იმით, რომ როგორ გინდა შენ დღევანდელ დღეს შეხვდე. ერთი დადებითი პატარა ფრაზა. ანუ, როცა ჩვენ გაღვიძებისთანავე ხელში ტელეფონს ვიღებთ, ამითი ჩვენი კორტიზოლის დონე მატულობს. ანუ სტრესის ჰორმონი იზრდება. ანუ ჩვენ სტრესში ვარდებით, როგორც კი გაღვიძებისთანავე ტელეფონს ვიღებთ ხელში და სკროლვას ვიწყებთ. მაგრამ როგორც კი გავიღვიძებთ იმ წუთშივე თუ ამაზე დავიწყებთ ფიქს, ეს პირიქით სეროტონინის და დოფამინის დონეს აგვიმაღლებს და მთელი დღის განწყობას შეგვიქმნის. აი, დაახლოებით უკანა ფონზე რომ მუსიკა ჩაირთო, სასიამოვნო მუსიკა, აი სასიამოვნო სურნელი ან სანთელი რო ან თუ აი სასიამოვნო ფონი რო შეიქმნა მთელი დღისთვის და даже უფრო ძლიერი და დიდია, აი ეს პატარა აზრი ვიწრე უბრალოდ სასიამოვნო მუსიკა ფონზე. დილას ტვინს აქვს უფრო მეტი ნეიროპლასტიურობა და ასევე ფოკუსირება შეუძლია დილას უფრო მეტად, იმიტომ რომ ჯერ არ გახსოვს ჩანიშნული შეხვედრები, ჯერ ბავშვებს არ დაუწიეთ წუწუნი. არ წამოხდი და გადარბენა არ დაიწყე. დილას რო გაიღვიძებ, აუცილებლად კითხე შენ თავს. რას ვცნობ მე ახლა? რას ვცნობ მე ახლა? რისთვის მინდა რომ ვიყო მადლიერი დღეს? აი, და იცის როგორი კითხვა? დღეს მარტო ერთი რაღაცა რომ მოვასწრო. აი ეს რა იქნებოდა? რა იქნებოდა რაღაცა ერთი მარტო ეს რომ შემეძლოს რომ მოვასწრო? აი რა? რას ავირჩევდი? ესე იგი მთავარსარგებელი ასაკენ მიღებთ, ეს არის ის რომ სტრესი ქვემოთ მოდის. ბედნიერების ჰორმონები იზრდება მადლიერებით და იმით რომ დღე დაგეგმილი გვაქვს და არ მიუყვებით ესე დინებას. და ეს გამოყავს ბედნიერების ჰორმონებს. ჯამში უკეთ, ანუ ხო არაფერი, ხო ძალიან პაწაწინა რაღაცაა და ჯამში ჩვენ ვართ გაცივით ბედნიერები. გაცივით კარგად ვართ. ახლა გადავიდეთ მოდი პრაქტიკულ რჩევებზე. ჩვენში ბედნიერების ჰორმონებს დის დღის შუქი, სინათლე. აი მაგალითად, გამოდი აივანზე. გადაწიე ფარდები. ანუ სინათლე. 5-10 წუთი გაღვიძებისთანავე გაატარე დრო სინათლეზე. წყალი. თბილი წყალი დილას ორგანიზმისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ დროს ორგანიზმი იმის სიგნალს იღებს, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ უსაფრთხოდაა. და შეუძლია რომ ეს დღე უკვე უფრო დიდ რაღაცებზე ფიქრში გაატაროს და გადავიდეს. ანუ ხო იცით, თავარი და მნიშვნელოვანია უსაფრთხოება. სუნთქვა. 5 ჯერ ჩასუნთქვა, 5 ჯერ ამოსუნთქვა. ამ
ესეთი გაჭიმვები დილის პატარა წამახალისებელი ვარჯიშები ადრე რომ საუბრობდით. ეგენიც დის ბედნიერების ჰორმონების შემოწირფასო გოგოები. მოძრაობა. თუ შეგიძლიათ, თუ გაქვს მაგის ფუფუნება, რომ დილას 5 წუთი, 10 წუთი, 15 წუთი გაისეირნო. მაგაზე უკეთეს, რას გააკეთებ შენი თავისთვის. პლუს ამ დროს გონებაც ისვენებს და მედიტაციურ მდგომარეობაში გადადიხარ. ზღაპარია. და ჩაწერა შენი დღევანდელი დღის მთავარი ფოკუსის. რაზეც უკვე ვისაუბრეთ ზემოთ. დღეს მე ვირჩევ სიმშვიდეს. ეს ყველაფერი ძალიან მარტივია. ჩვენგან არაფერი არ სჭირდება. ანუ დროც მინიმალური სჭირდება, მაგრამ ჩვენ დღეს ვცვლის და ჩვენს ცხოვრებას ვცვლის ჯამში. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა. ეხლა მინდა რომ არ ვიცი ამაზე გიფიქრია თუ არა გაგიკეთებია თუ არა ეს ოდეს მე უბრალოდ მინდა რომ ეხლა დღეს დამიწერო კომენტარებში ანუ რა არის ის შენთვის ის ერთი წინადადება ის ფილტრი რომელთაც გადაწყვეტე რომ დღევანდელ დღეს უყურო აი რა ჩემთვის როგორც გითხარ აი ამ ეტაპზეც არ მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება და არის სიმშვიდე და კიდე აი რისი მოსწრება მინდა დღეს უამრავი რამის მინდა რომ YouTube-ისთვის ვიდეოები გადავიღო მინდა რომ სადილი მოვამზადო ჩემს გოგოებთან მარათონში როგორც ყოველთვის 24/7-ზე ჩართული ვიყო დავგეგმოთ ლაივი გადავწყვეტეთ რომ ლაივებსაც გავაკეთებთ მარათონში დავგეგმოთ ლაივი კიდე ერთი თემა მაქვს რომელზეც მინდა რომ გავშალოთ და ვისაუბროთ ასევე მარათონში თქვენ მინდა გაგიზიაროთ ჩემი დღევანდელი დღე ევასთან ერთად მინდა წავიკითხოთ წიგნი ვიმეცა ანუ ჩვენ არ გვაქვს ეს მეცადინეობა რომ აბადაჭიქი ხო ვიმეცადინოთ არა ჩვენ შევიმეცნებთ ანუ ბავშვი ამ ასაკში სწავლობს თამაშით და მე რომელიც ვარ ძალიან ცუდი მასწავლებელი ვსწავლობ როგორ ვიყო კარგი მასწავლებელი ჩემ შვილზე დაკვირვებით საკუთარ თავზე დაკვირვებით ასევე მინდა რომ ვიარო ასევე მინდა რომ რა თქმა უნდა ვიყვებო შესაბამისად მოდი ჩემო სიცოცხლე საყიდლებსაც უნდა წავიდე მოდი და მოდი ევა TikTok-ისთვისაც მინდა ერთი ვიდეო მაინც გადავიღო, რამდენი ხანი არ გადამიღე და კიდე ჩემი განვითარებისთვის რამდენიმე რაღაცა მინდა გავაკეთო, რომელზეც ჯერ არ ვსაუბრობ. აი? რა იცი? ამინო. ხო. просто წარმოიდგინეთ რამდენი რამეა. და მე ყველაფერს შევძლებ, რომ გავაკეთო ის ყველაფერი, რაც შემიძლია. ნუ ეს ჩემი ის არის რელაქსი, ერთ-ერთი, რომ იცოდეთ. დედასი ვაიმე, ცხვირია კწებოვანი, როგორც არაქისის კარაქი. მადლობა ჩემო ძვირფასო, რომ ეს დილა ჩემთან ერთად გაატარე. გახსოვდეს. ერთი პატარა ფიქრი, ერთი პატარა ფილტრი და შენი დღე უკვე სხვაფერია. თუ მოგეწონა ვიდეო, დალაიქე, გამოიწერე არხი და მიტოვე შენი კომენტარი, ასევე დონაციის სურვილი ვისაც გექნებათ არხის განვითარებისთვის, ჩემი კარგად ყოფნისთვის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, პირადი ნომერი არის აღწერაში და გისურვებთ მადლიერებას, სულიერ სიმშვიდეს, ბედნიერებას და ამ ქვეყნად თქვენი მისიის შესრულებას. რისთვისაც ღმერთმა მოგიყვანათ ამ ქვეყნად. ამას კი საკუთარი თავის პოვნა არა, გახსნა სჭირდება. რასაც ჩვენ ერთად გავაკეთებთ. ხო. ეს ასეთი იყო ჩვენი დილის ვლოგი და ახლა უკვე ჩვენ შევხვდებით ჩემი ცხოვრებით სხვა ვლოგის სხვა ნაწილში, სადაც გაგიზიარებთ, რას ვაკეთებ, სად მივდივარ, რას ვფიქრობ, რას ვჯავრობ, რას ვჭამ და ასე შემდეგ. როგორც ყოველთვის. მიყვარხართ. კარგი დღე ყველას.